ყურადღება ახსენეთ და ეგ დღემდე უბრაზდები ხოლმე საკუთარ თავს, რომ ჩემ შვილს, პირველ შვილს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, იმიტომ რომ რამდენი წლის იყავით? 31-ის. მაგიდამაც ვერ მიექცეთ. უფრო სამსახურზე ვიყავი და კაი ხელფასი მქონდა და ვფიქრობდი, რომ კარგი ხელფასი რომ აქვს და ცოლ-შვილი რო უზრუნველყოფილია, ეს არის მთავარი კაცის ცხოვრებაში. ეგ შეცდომა ხოლმე, რომელსაც კაცები ძირითადად უშვებენ. დაახლოებით ეს კითხვა რა, ფული აქვს, საჭმელი აქვს, არ შეათ, არ წყურიათ და მეტი რა უნდა გავაკეთო, დილიდან გასული ვარ, ხამამდე ვმუშაობ და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ გვავიწყდება, რომ ის სამსახური, რესურსი და ხელფასი, ის არის უბრალოდ ხელფასი და ასეთი რაღაც შემოსავალი, ეს არის რესურსი, რომ კარგად იყო. ხო? ასევე ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები და თუ ეს ურთიერთობები არა გაქვს, ფერმა ხო არ არის, საქონელი მოიტანო აჭამო, გაასუქო და რაღაც, ხო, თუ ურთიერთობაში ადამიანთან არ შედიხარ და მაგისთვის დრო არ გრჩება, მაშინ იმუშეობასაც არ აქვს აზრი და ასე ვთქვათ, შემოსავალსაც. ეხლა უფრო დამეწყო. ეხლა 53 წლის ვარ და არ ვიცი ესეც ასაკისბრალია თუ არა. ახლა უფრო ვადანაშაულებ, იმიტომ რომ პირველ შვილთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორც მეორესთან. უფრო გაუცხოებულია და ვერ აღმიქვა, მაგას ყველა ამბობს, მაგალითად, ვისაც ახალგაზრდობაში შვილი შეეძინა და მე თქვათ მესამე ან მეოთხე ასაკში, ისეთ რას მეუბნება, ეხლა ვიგრძენი რა არის შვილი. განცდები სხვანაირია, ყურადღება სხვანაირია, ფასეულობა სხვანაირია. მაშინ გაჩნდა ბავშვი, ეხლა პატარა რო ხო თქვა 25-23 წლის ვარ და ბავშვი რო გეყოლება, ვიღაც მესამე შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, გჭირდებოდა თუ არ გჭირდებოდა კიდე ისა, ყველას კი გილოცავს და უხარია, მაგრამ შენ ეს გაცნობიერებული არა გაქვს, რა ხდება, ხო? ეგ არის. მე გაცილებით მეტი მთლიანად მიმართულია მზე რა გარეთ, ხო? თქვათ სახლის გარეთ და ასე რომ ეგ არ არის მარტო თქვენი პრობლემა, ძალიან ბევრს უთქვამს. ანუ ეს არის თვითგვემა და არასწორი? თქვენს აზრი არა იქიდან გამომდინარე, რომ მაგით რა ბავშვს უხარიათ თუ თქვენ გიხარიათ და არჯობია გაასწოროთ ის მომენტები, რომელი მომენტებიც არ ქონდა. არა უშავს, შეიძლება ბავშვმა მერე თავიდან აღმოაჩინოს მამა. ახე ეს პატარა რო იყო ეს ურთიერთობა არ ქონდა, მაგრამ ეხლა გააკეთოს აღმოჩენა თქვენ რანაირი ადამიანი ხართ.